მოგესალმებით, ჩემო მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას მომავალი კვირის ენერგიებზე. როგორი კვირა გვექნება? მომავალი კვირა როგორი იქნება ჩემი გამომწერებისთვის და მაყურებლებისთვის? ნახოთ, თქვენ კი ბალანსისთვის გთხოვთ მოიწონოთ არხი, გამოიწეროთ, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები, დააკომენტაროთ, რაზე გსურთ გაშლა და ახლა ნახოთ, ახლა როგორ ენერგიებში ხართ. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ გაქვთ ახალი შანსი დაიწყოთ ახალი რაღაც, რაც ძალიან გიყვართ, რაც ძალიან გსურთ. გაქვთ შანსი მიიღოთ პარტნიორული ურთიერთობიდან აი ის ემოციები, რაც თქვენ ასე გსურთ, რაც გამოიწვევს თქვენში სისავსის და ბედნიერების შეგრძნებას. გაქვთ თქვენ შანსი მიიღოთ აი ის საჩუქარი სამყაროსგან, რაც დიდი ხანია გსურდათ. შეიძლება ეს ეხებოდეს საქმეს, შეიძლება ეხებოდეს პარტნიორს, ემოციებს და ბედნიერების შეგრძნებას. მომწონს თქვენი ენერგიები და შემართებაც. მოდი ვნახოთ მომავალი კვირა როგორი გექნებათ. ზოგადი ვნახოთ. შემდეგ ვნახოთ კარიერულად როგორი იქნება თქვენთვის მომავალი კვირა. კარიერაში როგორი იქნება კარიერულად სამსახურში, თქვენ საქმეში. ვნახოთ ასევე ფინანსებში რა გველოდება, შემოსავლები როგორი გვექნება, ფინანსები და ვნახოთ ასევე პირადი ურთიერთობა. როგორი პირადი ურთიერთობა, რა იქნება თქვენს პირად ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი და კარგი რა იქნება? მეგობრებო, ამ კვირაში ესე იგი თქვენი დღესასწაულები გრძელდება. მშვენიერ მსუბუქ განწყობაზე იქნებით, სადაც იქნება მხიარულება, გექნებათ, როგორც გითხარით, შანსი რომ მიიღოთ ემოციური კმაყოფილება. შეიძლება შეხვდეთ მეგობრები ერთმანეთს, სადაც შევსებით ძალიან დადებითი ენერგიებით. შეიძლება მოგიწიოთ თქვენს პარტნიორთან ერთად დროის გატარება და მიიღოთ ემოციური სისავსე. დაგიბრუნდებათ ხალისი, ბედნიერების შეგრძნება. მეგობრებო, რაღაც რაც ძალიან გსურდათ, აქამდე არ გქონდათ შანსი, რომ ეს მიგეღოთ თქვენ. გეუბნებით, რომ უეჭველი მიიღებთ იმას, რაც ძალიან გინდოდათ. ნახოთ კარიერაში. როგორი ექნება? მეგობრებო, კარიერაში თუ თქვენ წარსულში, აი წინა პერიოდში ცოტა შეჩერებული გქონდათ და დაპაუზებული იყო კარიერაში თქვენი საქმეები, აუცილებლად ვერც წყვეტავდით,
როგორი გზით წასულიყავით, როგორ ჯობდა, რა მიმართულება აგირჩიათ და ყოფმანობდით, ახლა თქვენ ამ კვირაში თქვენ უნდა იმოქმედოთ სტრატეგიულად, დაისახოთ მიზნები, გეგმები, გეგმის მიხედვით, თუ გსურთ, რომ თქვენ მიიღოთ წარმატება, აუცილებლად დაგეგმილად და აქტიურად უნდა ისწრაფოთ თქვენი მიზნის მისაღწევად და ეს აუცილებლად გამოგივათ. ნახოთ კიდევ კარიერაში. დიახ, მეგობრებო, თქვენ მოგიწევთ მიიღოთ გადაწყვეტილება და წეღან გითხარით არჩევანი და კიდევ ამოვიდა არჩევანი, შეიძლება ორ საქმეს შორის, ესე იგი ბიზნეს პარტნიორთან გქონდეთ მოლაპარაკება, ან ორი საქმიდან ვერ ირჩევდეთ რომელიმეს, ან საქმიდან რომელიმე ვერსიას ვერ ირჩევდეთ, ახლა თქვენ გაქვთ შანსი მიიღოთ ურყევი ძლიერი გადაწყვეტილება, რომ მე ეს უნდა მივიღო. მე იმის გამო რომ ეს მივიღო, მაშინ უნდა ვაკეთო ამისთვის რაღაც. ეს წარმატება ნამდვილად მოდის ახლა თქვენთან, მაგრამ ეს წარმატება არ დაგეცემათ უკაცრავად და ზეციდან. ეს წარმატება იქნება თქვენი შრომის საფასური და თქვენ ამ წარმატებას აუცილებლად მიიღებთ თქვენი გაწეული შრომისგან. აუცილებლად მიიღებთ. შეიძლება ვინმეს დაგეხმაროთ თქვენი უფროსი, დაგეხმაროთ შეიძლება მეუღლე ჩაერიოს და დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში, შეიძლება ეს იყოს მშობელი, დედა ან მამა, მაგრამ თქვენ აუცილებლად მოგიწევთ მიიღოთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით მერე თქვენ თვითონვე იყოთ კმაყოფილები. ნახოთ ფინანსების ნაწილში რა გელოდებათ. მეგობრებო, ფინანსების ნაწილში ნამდვილად ერთპიროვნულად მოგიწევთ მუშაობა, მაგრამ ეს მუშაობა არ იქნება დამღლელი. თქვენ ამ მუშაობის პროცესში მიიღებთ სიამოვნებას და რაღაც ახალი, თითქოს რაღაცას შეცვლით მუშაობის პროცესში, ადრე თუ ცოტა დამღლელი იყო ეს მუშაობის პროცესში და ერთი პერიოდი გინდოდათ, რომ ამ საქმიდან წამოსულიყავით, ეხლა მიხვდებით, რომ თქვენ თითქოს ამ მუშაობის პროცესში, როდესაც უკვე ხედავთ შედეგს, მიღწეულ შედეგს, თქვენი შრომის შედეგს, თქვენ უკვე სტიმული გიჩნდებათ, რომ ეს სამუშაო შეასრულოთ დიდი სიყვარულით, მონდომებით, ლაითად ასე ვთქვათ და თქვენ აქედან იმხელა ემოციებს მიიღებთ, რომ გადაფარავს იმ სიხარულს, რასაც ფინანსების და მატერიალური შესაძლებლობა ქვია. ანუ თქვენ კმაყოფილი იქნებით თქვენი შესრულებული საქმით და რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ სიყვარულით ასრულებთ ამა თუ იმ საქმეს, მას მოაქვს ნამდვილად ფინანსური ენერგია. ნახოთ კიდევ ფინანსებში რა გელოდებათ ამ კვირას. თუ რაღაცაზე თქვენ ძალიან ღელავდით, ნერვიულობდით, შფოთა და სტრესი გქონდათ, რაღაცას ჩაუხრმავდებით, რატომ ხდებოდა ასე, რა უნდა შეცვალოთ, რა უნდა გამოასწოროთ და მოგდით ძალიან ჯანსაღი და სწორი ინსაიტი. მოგდით თავში აზრი, რა უნდა შეცვალოთ, რათა მიიღოთ თქვენ ეს ფინანსური რეზულტატი. მე ვერ გეტყვით, რომ ამ კვირაში თქვენ ძალიან დიდ თანხას გამოიმუშავებთ, მაგრამ რასაც გააკეთებთ, თქვენ გააკეთებთ დიდი მონდომებით, სიყვარულით და კმაყოფილებას მიიღებთ საკუთარი საქმისგან. ფინანსები. აქაც რაღაც თითქოს მოგიწევთ რაღაც პატარა კონკურენციის გავლა და
მოგიწევთ რაღაც მომენტში ფინანსები დაიცვათ, ფინანსური ენერგია დაიცვათ. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გქონდათ ცოტა ზედმეტი დანახარჯი, ფინანსური გასავალი და ახლა თითქოს თქვენ ზოგავთ ფინანსურ ენერგიას და ძალიან კარგია ეს. როგორი იქნება? მაგრამ მთლიანობაში ნამდვილად ის ფინანსური რესურსის დაზოგვა მოგეხმარებათ იმაში, რომ თქვენ სტაბილურად გაატაროთ ეს კვირა. ნახოთ, რა გელოდებათ პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობაში. მეგობრებო, თუ თქვენ რაღაც კონკრეტული სურვილი ჩაიფიქრეთ და ეს სურვილი ეხებოდა მამაკაცს, თქვენ აუცილებლად ეს სურვილი აგისრულდებათ, ოღონდ შეიძლება ეს სურვილის ასრულება გადავადდეს და გადასცდეს ამ ერთ კვირას. თქვენ აუცილებლად, თქვენ მე ვხედავ აქ მამაკაც იმპერატორს, თქვენს საყვარელ მამაკაცს, რომელიც მოდის თქვენთან. არ ვიცით, ვინც ეს ჩაიფიქრე, რეზონირდება მისთვის. მოდი კიდევ ნახოთ, რა გელოდებათ. ან თუ ვინმე ცოტა დაძაბული სიტუაცია გქონდათ თქვენს პარტნიორთან, გეტყვით, რომ ამ კვირაში პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ კარგად, ანუ აუცილებლად საკუთარ თავში უნდა დათრგუნოთ სიბრაზე და მერე თქვენი დადებითი ენერგიებით უკვე მოიზიდოთ თქვენი სასურველი მამაკაცი. რა გელოდებათ ამ კვირას პირად ურთიერთობაში? დიახ, თქვენ ყვაყმანობთ მეგობრებო, დაეკონტაქტოთ თუ არა ამ ადამიანს, თუ თქვენ შორის პაუზა ან სიტუაცია შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სურვილი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ადამიანთან შეხვედრა, თქვენ ახლა ყვაყმანობთ მასთან კონტაქტზე გასვლაზე, ან მასთან შეხვედრას ყვაყმანობთ. რა უნდა გააკეთოთ მაშინ, ვინც ყვაყმანობთ, ნახოთ, რას გვირჩევს ტარო, როგორ უნდა მოიქცეთ. აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეთ, რატომ მოხდა ის გულის ტკივილი, რაც ახლა თქვენ გაქვთ, რამ გამოიწვია და ამ სიტუაციაში კი არ უნდა ეძიოთ იმ ადამიანის ბრალეულობა. ამ სიტუაციაში პირველ რიგში უნდა გააცნობიეროთ, ალბათ თქვენც ხომ არ შეცდით, სადმე თქვენც ხომ არ დაუშვით შეცდომა, ან როგორ მოიქეცით ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რამ გამოიწვია გულის ტკივილი და თქვენ აუცილებლად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, სამართლიანი პირველ რიგში და თქვენ მოიპოვებთ ამ ადამიანის კეთილგანწყობილობას ხელახლა. შეიძლება საჩუქარიც კი მიიღოთ საყვარელი მამაკაცისგან, ეს იქნება საჩუქარი პირდაპირი გაგებით, არა ემოციები, ან არელოდებით და უცებ მოგწეროთ, ან გამოგიგზავნოთ სასიყვარულო შეტყობინება, ან სულაც ყვავილები მიიღოთ მისგან. პირველ რიგში საკუთარ თავში ჩაუღრმავდით, ბრაზი, ემოციები ცუდი დათრგუნეთ, განეწყვეთ და აუცილებლად თქვენ სასიკეთოდ წარიმართება მომავალი კვირა. კიდევ რას უნდა ელოდოთ მომავალი კვირისგან? დიახ, მეგობრებო, თუმცა შეიძლება გულნატკენი ხართ, მაგრამ მაინც ელით
ამ ადამიანის გამოჩენას და აუცილებლად დიახ იქნება მისგან ან შეტყობინება, ან შეხვედრა მასთან და თქვენ ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს, იქნებით სავსე ამ ემოციებით და იქნებით ძალიან ნათელ, ტკბილ, სასიამოვნო ემოციებში, რასაც მე ნამდვილად გისურვებთ თქვენ. წარმატებულ ბედნიერ მომავალ კვირას გისურვებთ და გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დიდი სიყვარულით და მადლიერებით, რადგან იყავით ჩემთან ერთად და მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ჩემი ვიდეო და ველოდები კომენტარებში, რაზე გსურთ გავაკეთოთ გაშლა. დროებით მეგობრებო.